საინტერესოა ფიზიოგნომიკის მიხედვით სხვადასხვა მენტალური დაავადებები როგორ გამოიხატება მხოლოდ ვიზუალით. ეს არის ცოტა ისეთი საკითხი არის რა, ანუ არც ისე მარტივი, მაგრამ არსებობს ინდიკატორები. უბრალოდ ბევრი რამე არის. გააჩნია ადამიანი მედიკამენტებზე არის თუ არ არის. მედიკამენტებზე თუ არის ადამიანი, არსებობს ეგეთი თვალები, SSRI თვალები, ერთი წამით დავგუგლო SSRI eyes. რო აი ვინც ამ ანტიდეპრესანტებზე არის კონკრეტული გამომეტყველება აქვს. რა საზიზღარი თვალები არის. ხო, აი ეს არსებობს ეგეთი ფენომენი SSRI თვალები. სეროტონინის ინჰიბიტორ რაღაცა მოკლედ ანტიდეპრესანტი. ესეთი რამე არსებობს, ანუ ვისაც დაგჭირდებათ ფიზიოგნომიკისთვის, ეს შეიძლება დაჩეკოთ. გარდა მაგისა, ნარკოტიკსაც გააჩნია ახლა და იმას კიდე მენტალურ აშლილობასაც, მაგრამ დაჭყეტილი თვალები ჩემთვის კონტექსტიც უნდა აიღო, ანუ დანარჩენი სახეც ცხადია, ანუ აქ ფიზიოგნომიკა ყოველთვის არ მოქმედებს იზოლირებული დეტალის გააზრებით, მაგრამ ხშირად ეს დაჭყეტილი თვალები ბიჭზე ესეთი ისა და ეს ეგ მიუთითებს ხო ან რაღაცა გარეკილი აქვს ან წამლებზე არის. დიდი ალბათობით აფთიაქის წამლებზე ეგ თითქმის ყოველთვის ეგრე არის. მაგრამ უნდა დააკომბინირო, აი თან ვუყუროთ ვიდეოს, მოდი და თან გავიაროთ ეგ ყველაფერი ნელ-ნელა კარგად არ გვეჩქარება, შეკვეთილია მთლიანად. ეხლა ნუ მარტო ამ გოგოზე დაკვირვებით რა? მარტო ამ გოგოზე დაკვირვებით ნუ პრობლემა ცხადი არის, ხო, ეგრევე, ანუ შეზღუდული არის მოძრაობაში. სხეულს თითქოს კარგად ვერ გრძნობს, ან კომფორტულად არ არის, ხო? ძალიან მკვდარი თვალები, ჩამოწეული სახე და უკვე ცხადი არის, რომ რაღაცა ჭირს, ხო, ადამიანს. აი ეს ფოტო რომ ყოფილიყო, უკვე ვიფიქრებდი, რომ ადამიანს რაღაც ჭირს. შიზოფრენია არის ეგ? აი მაგას მე ვერ ვიტყოდი, რომ შიზოფრენია არის ეს აუცილებლად. აქ საჭიროა რომ ექსპერტი იყო რა, ვინმე ფსიქიატრი, ვინც სპეციალიზირებული არის შიზოფრენიაზე და მაგ მხრივ აი ეს pattern recognition-ი ექნება იმას და აი რო შეხედავს ადამიანს, ამასაც ეგრევე იტყვის შიზოფრენია არის ეს დიდი ალბათობით კატატონიურიო, ხო? მე ვერ ვიტყვი მაგას, იმიტომ რომ მე არ მაქვს ეგ გამოცდილება და არ ვარ ექსპერტი. მაგრამ რაღაცა პრობლემა რომ აქვს მენტალური, ეგ ჩემთვის ცხადი არის. წონა, როგორ ზის, სხეულს როგორ ფლობს, სახე მთელი ამბები. აქ ეგრევე გამოვრიცხავდი, რომ ადამიანი არ ვიცი. აი იმ მოცემულ მომენტში არის რაღაცაზე. ამას ეთყობა. შიზოფრენიას რაც შეეხება, შიზოფრენია არის ძალიან რთული საკითხი. იმ მხრივ რომ თეორია, რომელიც მე მიმაჩნია ყველაზე აზრიანი, როგორ თქვა. აი უბრალოდ ტვინს რომ დააკვირდე და დაადგინო რომ ადამიანს აქვს შიზოფრენია და რო რამე ეს არის ძალიან სერიოზული დებატი. ეგ იმას არ ნიშნავს რომ აზრი არ შეიძლება მქონდეს, მაგრამ არის ეგეთი ტვინში ეგეთი ადგილი, სადაც ხდება მელატონინის ფორმირება, ხო, სინთეზირება. Pineal gland, სადაც ხოთაშორის დეკარტს ეგონა რომ ის არის ადამიანის სული იმალება და თქვა რომ მარტო ადამიანს აქვს სული, იმიტომ რომ მარტო ადამიანს აქვს აი pineal gland. თუ შეიძლება უცებ რომ დაგუგლოთ pineal gland ქართულად როგორ იქნება ჰიპოფიზი? უბრალოდ ვინმე რომ დამიდასტუროთ ჩატში ან უარყოთ. ქართულად ჰიპოფიზი არის pineal gland. ვინმე თუ შეიძლება რომ იმას ქნათ, უცებ დამიჩეკოთ. ხო და მარტო ადამიანებს აქვს pineal gland-ო. დეკარტმა როგორც თქვა, მაგრამ დეკარტმა არ ვიცი დააიგნორა ეგ თუ რა იყო, მაგრამ ცხოველებსაც აქვს. ეპიფიზიო ერთი წერს. კარგი, გენდობის სიტყვაზე, ეპიფიზი, კაი. და ზუსტად ამ შიზოფრენიაზე არის ეგეთი აზრი, რომ აი ეს ეპიფიზი, pineal gland,
რომ შიზოფრენიკებს აქვთ პატარა. აი ძალიან პატარა, ანუ რო ავიღოთ ზომა, ხო? ანუ ბევრად დაშრინქული არის. აი ეპიფიზი. რაც ჰიპოთალამუსი, ეგრაშუაში, ანუ ჰიპოთალამუსი კონკრეტულ იმაზეა საუბარი აქ. ხო და ეგ აქვთ ძალიან პატარა და ეგ არის ერთ-ერთი მიზეზიო, რატომაც შიზოფრენიკებს ძილი უჭირთო. და მართლა ეგრე არის, შიზოფრენიკებს ძალიან უჭირთ ძილი. ცოდას წინავთ. და ეგეთი აზრი არსებობს, რომ სწორედ აი მაგ ეპიფიზის სიპატარავი არის ინდიკატორი შიზოფრენიის, ყოველთვის არა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში. Comme si votre corps avait été changé? Oui, j'avais l'impression d'un dédoublement de moi. J'étais très mal dans ma peau et j'avais l'impression de me dédoubler vraiment. Quand j'allais au travail, je me dédoublais. Qu'est-ce que vous appelez vous dédoubler? Me dédoubler, se sentir deux personnes différentes entre le travail et la maison. რატო ვამბობ, რომ ეს დებატი არის? იმიტომ, რომ შეიძლება რომ გაჩვენონ ადამიანი, ვისაც ნორმალური ზომის ეპიფიზი აქვს, მაგრამ მაინც თან დიაგნოზირებული შიზოფრენიკი არის. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ისეთი სადებატო საკითხი არის. რომ არ იყოს ეგრე, ხო არ გვითხოვდი, რომ ესე იგი არსებობს ადამიანი, ვისაც დიაგნოზირებული შიზოფრენია აქვს და ეპიფიზი ნორმალურად აქვს. ხო? Vous pourriez préciser un petit peu? Oui. Au travail, je craignais énormément ma chef. და სწორედ ეგ არის, ანუ ეპიფიზი, სადაც სეროტონინი გარდაიქმნება იმათ, მელატონინად. Qui était très gentille pourtant, mais je la craignais. Je l'ai toujours craint depuis le début, pourtant elle m'expliquait, elle était très gentille avec moi. Par contre, j'avais une autre personne qui me... სეროტონინი რომ მიიღო, საჭიროა რომ მზის შუქი მიიღო. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საიდან სეროტონინი, რომელიც გარდაიქმნება მელატონინად, ხო? ამიტომაც იმას ქენით. მიეფიცხეთ ხოლმე მზეს. ეს დღეები იყო სხვათა შორის მზე. დღეს არა, მაგრამ გუშინ თუ არ ვწდები, გუშინ წინ და იმის წინაც იყო საკმაოდ კარგად მზე და იმედია გამოიყენეთ რესურსი. beaucoup soutenu. Et j'avais peur. Inconsciemment, j'avais peur. À un tel point que je ne pouvais plus taper à la machine. J'avais les doigts qui se raidissaient. Puis me tourner comme si j'étais dans un genre de blindage, dans une armure. J'étais devenue très automate. აი ესეც ერთი წამით ფიზიოგნომიკით თუ შევაფასეთ ერთი წამით ყოველთვის არა ანუ ყველა ადამიანს არ ეხება ეგ მაგრამ შიზოფრენიკებს თუ გადახედავთ უმეტესობას აი ესეთი რამე აქვს ეხლა ეს კიდე სწორად არის შედარებით წარმოიდგინეთ მაგრამ რამდენად არასწორად დგას ხო რომ თავი აქვთ წინწაგდებული ძალიან ანუ წინ შიზოფრენიკებს ძალიან წინწაგდებული აქვთ თუ დააკვირდებით. მაგრამ მაინც საკმარისი დაკვირვება არ არის რომ ამ ადამიანს შიზოფრენია დაუდგინო. თუ კი არ ხარ ექსპერტი. აი ეგრე მარტო ვიზუალურად რო დაადგინო და ისე აი ეგ აშრილობები, მენტალური აშრილობები, მაგისი ფიზიოგნომიკა, ну აი რაც ვთქვი ეგ თვალები არის კანო, ზოგადად სახე გადასარევი ინდიკატორი არის. სხეულიც უბრალოდ კომბინირება არის საჭირო.
უნდა ამოიცნო ჯერ ერთი ანომალიები, როცა აკვირდები ადამიანს, აბა სხეულის ანომალია, სახის ნაწილზე ანომალია, იქ, აქ და მერე უნდა დაკავდე ამ ანომალიების დაკავშირებით. და თუ კი კავშირი იმაზე მიუთითებს, რომ ეს დიდი ალბათობით რაღაცა მენტალური აშლილობა არის და არა რამე სხვა და შეიძლება სხვა რამეც იყოს. მაშინ ეგ დასკვნა ასე თუ ისე გარანტირებული არის.